შეხება საეთერო, მაგრამ ყველა სტუმარი ამბობს, რომ ეს გამარჯვების კვირა იქნება. როგორი განცდა გაქვთ თქვენ? ხო, მადლობა დიანა დაპატიჟებისთვის, მოწვევისთვის, ინტერესისთვის. განცდა წმენა და არც უბრალოდ სურვილი გვაქვს ჩვენ ყველას ძალიან ბევრ სამხედროში გადაწყვეტილება მივიღეთ. ბევრმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ერთმანეთში შეთანხმების გარეშე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში გვინდა ცვლილება. აქ კარგზე და ცუდზეც არ არის პირველ რიგში, იცი და ის მომწონს მეტად, ეს მომწონს ნაკლებად. უმრავლესობა გადაწყვეტეთ, რომ ცვლილება გსურს. ამ ქვეყანაში კომუნისტური პარტია ნომერი 2 ვერ განმეორდება. გულისხმობ მოვიდა ხელისუფლებაში ძალა და აღარ წავიდა, ასეთი პრეცედენტი ყოფილა საქართველოს ყოფილვად სამწუხაროდ ნაწილი იმ ჯგუფისა, იმ ბლოკისა, სადაც არ გვინდოდა ყოფნა 70 წლის განმავლობაში, ხო? კომუნისტური პარტია ვერ განმეორდება და ვერც ეკაზე მდივანი იარსებებს და მით უმეტეს ვერანაირი არაფორმალური მმართველი. ცვლილება გსურს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოფლიოში ისეთი პოლიტიკური პროცესები განვითარდა, რამაც გააჩინა უნიკალური შესაძლებლობა ძვირფასო მაყურებლებო, საქართველოს მოქალაქეებო, ჩვენო მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, ჩვენ ხელთ არის ცვლილებების იარაღი, ჩვენს ხელთ იმ ერთი ცალი ბიულეტენით 26 ოქტომბერს გააჩინა შესაძლებლობა, რომ ევროპის კარი, რომელიც გაიღო ფართოდ და არ იყო გაღებული, ასეთ სიმართლედ ვთქვათ, ბევრი მიზეზის გამო, აი იმ კარებში უნდა შევიდეთ. ყველანი თითქოს უბრალესობა აბსოლუტურად მზად ვართ ამისთვის. სურვილი კი არა, გადაწყვეტილი გვაქვს, მაგრამ აი ამ მატარებლის საჭესთან ვინც კი არის, ხო, მატარების შემადგენლობაში წამოვიდიოთ, არის დადარჩენი საქართველოს, გვინდა ყველას იქ, მაგრამ ამ მატარებლის არ ვიცი, ორთქმავალის თავარ საჭესთან აღმოჩნდა ერთი ადამიანი, გვარდა სახელად ბიზინა ივანიშვილი, რომელსაც იქ არ უნდა და ამუხრუჭებს, განგება ამუხრუჭებს და ეს ფეხი ამუხრუჭდა 26 ოქტომბერს. ჩვენ ყველამ უნდა ავაღებინოთ. დიახაც, პარადოქსია, მაგრამ ძალიან ნანატრი ისტორიული მიზნის მიღწევამდე დაგვრჩა ძალიან ცოტა, მართლაც ასე მჯერა, არა იმიტომ, რომ თქვენი ეთერით მინდა ვისარგებლო და ბევრი ქართველი ადამიანი საქართველოს მოქალაქე ახლა ვინც თქვენ გადაცემას უყურებს, დიანა გავამხნევო, დაღლილი, დაქანცული, სამსახურიდან მოსული, ან სამსახურის გარეშე, მაგრამ დარბით დაღლილი, ცხოვრების მიერ გალახული ადამიანი, ძალიან ბევრია, ხო? აი, უნდა მოვიკრიბოთ ყველა ძალა. ეს რეალობა არის. აი ეს შანსი გაჩნდა. დარწმუნებული ვარ, ახლა მკითხეთ და კონკრეტულად ბუჯერა, მე ამდენი არც ერთი კამპანიის ფარგლებში არ მივლია. მე თითქმის ყველგან ვიყავი. თქვენ ისედაც გამოირჩევით ნიკა ამ ხრივ, ყველა არჩევნებზე დადიხართ ხოლმე, ეს ველზე მუშაობის პოლიტიკოს გიწოდებენ ხოლმე თქვენ. ხო, და დიანა, აი რახან მკითხეთ და კონკრეტულად პასუხს გაგცემთ. იმაზე მეტი რაღაცა მოხდა და იმაზე მეტჯერ შევედი სხვადასხვა ქალაქში, რაიონში, მეტ ადამიანს შევხვდი. ეჭვი არ მეპარება, ტყუილს ხო არ ვიტყვი. ხალხი დიახაც არის ნაწილი საქართველოს მოსახლეობის, ვინც ბიზინა ივანიშვილის წინააღმდეგ შვიდობიანად, როგორც ამომრჩეველი, ამ ქვეყნის ინტერესით გამჭვალული, მომავლის ინტერესით გამჭვალული ადამიანი ებრძადება საარჩევნო ურნასთან შეთქმულებისთვის. ის არ ამხელს თავის არჩევანს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი გააკეთებს სწორ არჩევანს. აი ქართულ ოცნებას რომ მიაჩნია, ის თავისი ამორჩეველია, 1/13 ხმას მას არ მისცემს. რატო? იმიტომ რომ გადაწყვიტა, ასე იყო 2012 წლის 1 ოქტომბერს. ეხლა ხო მაგალითად თბილისმა დიდ ქალაქებში არ ამხოლოდ, ცვლილებები მოინდომა ხალხმა. რა მნიშვნელობა აქვს ამ გადმოსახედიდან როგორ აფასებენ? მათ შორის მეც და ბევრი ადამიანი, ვინც მაშინ ცვლილებებს ხარი დაუჭირა და დღეს კვლავ რა თქმა უნდა არიან ოპოზიციაში ძალიან ბევრი მათგანი. მაგრამ ასე გადაწყვიტა ქართულ ხალხმა, თქვა რომ ცვლილებები მინდა და მოხდა ეს ცვლილებები. და მას წინაწინ ვერავინ ვეღარ დაუდგა. აი ასე არის ახლა საქმე. ასე არის. ახლა მე გერთვებით სამეგრელოდან, გერთვებით დიანა ზუგდიდიდან. ჩვენ 23 ოქტომბერს გვაქვს ზუგდიდში კოალიციას ცვლილებების 4 ძალიან მასშტაბური ვისარგებლებ თქვენი ეთერის შესაძლებლობით, ხო შეიძლება ეს და დავალო ძალიან დიდი, მე ვფიქრობ უკანასკნელ 12 წლის განმავლობაში სამეგრელოში მსგავსი მასშტაბის შეკრება არ გამართულა.
ეს იქნება მხოლოდ სამეგრელოს კოალიციის ცვლილების 4 ნომრის ამორჩევლის, ხარდაჭერის, უკეთესი მომავლის მოსუნე ამ ქვეყნის შეკრება, ვისაც გვაერთიანებს მიზანი და ეს მიზანი არის ევროკავშირი და არა უბრალოდ ოცნება, ვისაც გვაერთიანებს არა უბრალოდ სურვილი, არამედ გადაწყვეტილება, რომ ვიყოთ იმ განვითარებული კავშირის წევრი სახელმწიფო და რამდენიმე წელიწადში საქართველოს პასპორტთან ერთად გქონდეს ევროკავშირის პასპორტი. აი მე ვფიქრობ 23 ოქტომბერს, სადაც გაეცემა დიდწილად პასუხი ბევრ კითხვაზე. ეს შეკრება არ იქნება მხოლოდ კოალიცია ცვლილების 4 ნომრის სასარგებლო, რა თქმა უნდა, სუბიექტიურად და ეს მნიშვნელოვნად კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს კოალიციას, მაგრამ საერთო ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს დაარწმუნებს რამდენივად მხოლოდ და მხოლოდ ერთ რეგიონში. აი რუსთავში ჩვენ მქონდა შეკრება, სადაც სხვადასხვა ქალაქებიდან შევიკრიბეთ. ხო ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ სამეგრელოს ამორჩევლის. და ეს შემთხვევით არ ხდება, როდესაც ველოდებით ძალიან დიდ შეკრებას. არ ვაჭარბებ დიანა, ვცდილობ ყოველ შემთხვევაში, რომ სიტყვა არ გამექცეს, არ გავაზვიადო. მსგავსი მასშტაბის შეკრება თითქმის 12 წელიწადია სამეგრელოში არ ყოფილა. ეს თავისით არ ხდება. არ ხდება, იმიტომ რომ არ უნდა ხალხს, არ უნდა ივანიშვილი დაინახოს მეფედ. ამ ხალხს 2012 წლის 1 ოქტომბერს მეფედ არ უკურთხებია ივანიშვილი. მან მისცა ცვლილებას ხმა და სამწუხაროდ ვერ მიიღო ის რაც სურდა. სამწუხაროდ გულთოთქვა და ახლა უნდა დიახაც იმ ისტორიული შესაძლებლობის გამოყენება, რომელიც ჩვენ სოფლიო პოლიტიკურმა ძვრებმა გაგვიჩინა და მივდივართ ყველანი. თავარია ჩვენო დიანა ტრაპაიძე გააცემის მაყურებლებო, ტელეპირველის მაყურებლებო, ვისარგებლო შემთხვევით, ყველანი წავიდეთ არჩევნებზე. ახლა ბევრი საუბარი ეგ არის თავარი, რა თქმა უნდა, თავარი არის არჩევნებზე მისვლა. სხვადასხვა ყველანი მივიდეთ. ბევრი ადამიანი მაგალითად ზუგდიდელი რეგისტრირებული ამორჩეული ცხოვრობს თბილისში და უნდა ჩამოვიდეთ. ბევრი მოდის, მაგრამ ყველა უნდა წამოვიდეთ. ან 25 წელი. ნიკა, აქტივობას რა როლი აქვს ხელისუფლების ცვლილებაში? კიდევ ესეც რომ ავხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ აქტივობის ფაქტორიდან გამომდინარე. ახლა ეცით, აი 2021 წლის არჩევნებში ყველაფერი სადა ქართულმა ოცნებამ, ეს იყო თვითმმართველობის არჩევნები და კი ბატონო ჩვენ ოპოზიცია რეფერენდუმად შევრაცხეთ ეს არჩევნები, რეფერენდუმი. ყველა არჩევნებს ასე რაცხავდით, ნამდვილად ასე უწოდებთ. თავისი სპეციფიკით იყო თვითმმართველობის არჩევნები დიანა 850 დაახლოებით მაჟორიტარი ყავდა, მარტო წარმოვიდგინეთ ხელი ყველა სოფელს ყავდა თავის მაჟორიტარი. ჯერ მაჟორიტარული სისტემა ხო მადლობა წასულში ჩაბარდა, როცა 30 მანდატი პარლამენტში თამაშდება მაჟორიტარული წესით და თვითმმართველობის დონეზე 800-მდე მაჟორიტარი თუ ავსებ 800-მდე, ხო? მიუხედავად რაც უპირატესობას აძლევს ხელისუფლებას. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რა არ იკადრეს, რა არ გააკეთეს, როგორ არ 850,000 ხმაზე მეტი ვერ დაიწერეს. ხო, იქაც იყო პასპორტების ჩამორთობა, ძალდატანება, ძალადობა, არ ვიცი, ყველაფერი იყო, მაგრამ იმიჯი ჰქონდათ ევროპული. ხო, თავისი ამორჩევლით დაკარგული არ ყავდათ. მაჟორიტარული სისტემა იყო ვისაუბრეთ. 850,000 ხმაც რომ აიღოს, რაც წარმოუდგენელია, ხო? მაინც არაფერში არ ყოფნით ხალხო. არაფერში არ ყოფნით. ამიტომ რაც უფრო მეტნი მივდივართ არჩევნებზე, სივრცე არეალი უვიწროვდება ხელისუფლებას манипуляციისთვის და დამაჯერებელი გამარჯვება იქნება გარდაუვალი. თითო ხმას აქვს მნიშვნელობა. არ უნდა დავიზაროთ. აი მე ხა დაახლოებით 4 საათის წინ შეხვდა ზუგდიდში ახალგაზრდა ბიჭი სენაკელი, რომელიც მუშაობს აქ ძღოლად აქ სატვირთო მანქანაზე უბრალოდ იჯდა და რაღაცა გავესაუბრე სოფელ ინგირში, ხო? და ის აპირებს 24-ში თბილისში ჩასვლას და არ იყო დარწმუნებული მოახერხებდა თუ არა 26-ში სენაკში ჩასვლას, სენაკში რეგისტრირებული. თხოვე უმორჩევს აუქსე, ყველა უნდა წავიდეთ, დავუბრუნდეთ. თითო ხმას რომ მნიშვნელობა აქვს, მოლდოვამაც დაგვაწმუნდა, ხო? ემიგრანტების ძალისხმევით ეს სახელმწიფო გადარჩა ახლა. ხო, ერთი ხმა მახსენდება მოვიყვანეს მაგალითი რამდენიმე დღის წინათ ახალს უნდა მოვიყვანო ქართული ოცნების პირობებშიც კი ცხონებული თამაზ მეჭიაური თიანეთის მერად იყრიდა კენჭს და ერთი ხმით გაიმარჯვა. ერთი ხმით მიუხედავად იმისა, რომ მას ებრძოდა მაშინ უკვე ოპოზიციაში მყოფ ცხონებულ თამაზ მეჭიაურს ხელისუფლების ასე აპარატი და ერთი ხმით მოიგო. ის ერთი თიანეთელი რომელიღაცა სოფლიდან რომ არ წასულიყო, ხო? ვერ მოიგებდა ეს და ბევრი ასეთი პრეცედენტია ქართულ პოლიტიკურ ისტორიაშიც კი.
არ შეიძლება ყველაფერთან ერთად მე ვფიქრობ ყველანი ვიგრძნობთ ვინც არ წავა არჩევნებზე დამნაშავეთ თავს საკუთარ თავთან შიდა პიროვნული კონფლიქტი აუცილებლად მოგვერევა როდესღაც მომავალში რომ ამ ისტორიულ პროცესს რატო გამორჩი იმიტომ აქ არ ეხება კოალიცია ცვლილების 4 ნომერი გაიმარჯვებს სხვა ნომერი გაიმარჯვებს ის ნომერი გაიმარჯვებს ოპოზიციამ ეს ნომერი გაიმარჯვებს თუ დამას არა სახელმწიფო ერთხელ და სამუდამოდ ამ საბჭოთა სივრცის პოსტსაბჭოთა სივრცის ჭაობიდან ამოძვრება და დაშრება ეს ჭაობი ერთხელ და სამუდამოდ და ქვეყანას ეყოლება მუდმივად მომავალში კოალიციური მართლობა სადაც რა თქმა უნდა იქნება ახალი კულტურა ჩამოყალიბებული ქართული პოლიტიკისა თუ ეს ერთპარტიული და ერთპიროვნული რაღაცა ლიდერებისა და მართლობის რაღაცა ხანა გაგრძელდება. ნიკა, სხვათა შორის წინა სტუმრებთანაც ვილაპარაკე. ამის შესაძლებლობა რამდენად იოლია პოლიტიკური შეთანხმების ან კოალიციური მართლობის გამოცდილების არქონის პირობებში. ანუ რამდენად ხელგეწიფებათ, არ ვიცი თქვენ და კიდევ სამს, იმიტომ რომ ეს 4 მიიჩნევა როგორც მთავარი პოლიტიკური მოთამაშეები ოპოზიციურ ფლანგზე, რომ შეთანხმდეთ მთავრობაზე და ამ პროცესში სალომე ზურაბიშვილის როლზე რა სიტყვით, თქვენი კოალიცია სხვათა შორის სხვებისგან გამოირჩევა მკაფიობით იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ხართ ზურაბიშვილის გეგმა მიიღოთ არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ ნებისმიერ ვერსიაში რაღაცნაირად ამ 4-ში ყველაზე მკაფიოდ დეკლარირებთ ამას. დიახ, ჯერთიც მადლობა ამ შეკითხვისას, მიმაჩნია რომ შეთანხმება წინ ვერ დაუდგება, ვინაიდან ამ პროცესში არ ვართ ნაცვალსახელი მეს გამო, არც ერთი ჩვენგანი ვინც ვართ ამ კოალიციაში არ ვართ. ნუ ამიტომაც ჩამოყალიბდა და შეიქმნა კოალიციის ცვლილებისთვის ეს პოლიტიკური ჯგუფი. არ იყო ადვილი შეთანხმება თავის დროზე სხვადასხვა სპეკულაციები ჭორი მართალი, იმიტომ ვერ დგება, მაგრამ ერთადერთი ჯგუფი ვიყავით, ვინ თავის დროზე მოვახერხეთ და მადლობა გქონდეთ რომ მოვახერხეთ და ჰარმონიულად დღემდე მოვდივართ. ვინაიდან ჩვენს გარდა მივხვდით რომ არსებობს ჯერეთის 100,000 ამორჩეველი. იცით, არავინ არ ამბობს თქვენს ეთერში, არ იტყვის არავინ ეთერში. დიანა, მე არ მახსოვს ასეთი თქვენი სტუმარი, რომ ის არის ცუდი. რომ ის სხვაზე ნაკლები ყოლა ამბობს რომ ის უკეთესია ეს მე არ მინდა ასე ვიყო გაგებული მაგრამ მართლა მჯერა რომ ქართულ ოცნების მარცხთან ერთად წელს ყველაზე სენსაციური რაც იქნება კოალიცია ცვლილების 4 ნომრის საარჩევნო შედეგი. მჯერა დაველოდოთ აგერ 5 დღეში და ეს ყველაფერი რამ მოიტანა სიურპრიზი იქნება რამე ამ ხრივ ანუ წინა სტუმარი გახარიას გუნდის წარმომადგენელი იყო ისიც ამბობდა რომ რაღაც სიურპრიზი იქნება სწორედ ოცნებისგან წასული ამომრჩევლის შეწოვის თვალსაზრისით მათ პარტია ყველას აქვს განცდა რომ ის იქნება რაღაც ერთი დიდი სიურპრიზის მნიშვნელოვანი ნაწილი. გითხრათ. არა, ნუ მე სხვას ყველას წარმატებას უსურვებ, ვისაც გულწრფელად სურს ცვლილებები ამ ქვეყანაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველას ვინც არ უნდა იყოს და შეთქვი ის ამას შეეკრება, იცი და ბარიერო გადაილახება, ის ბიძინა ივანიშვილის ქართულ ოცნება შეეკრება ამ შეთქმულების შორს ვარ რა. ყველა ოპოზიციურ პარტიას უსურვებ წარმატებას, მაგრამ კოალიცია ცვლილების 4 ნომრის უპირატესობა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ჩვენ ისო აწყო ასეთი არ გვინდა როგორიც არის და გვინდა მომავალი ამაზე შევთავდით. არ გვინდოდეს ქართული ოცნება დიახაც ბევრი მიზეზის გამო ეს არ ნიშნავს რომ გვინდა წარსული. ჩვენ ამაზე ახლა არ ვსაუბრობთ ხოლმე და არც მათ შორის მე წლების განმავლობაში ვსაუბრობ. არ ნიშნავს რომ ქართულ ოცნებას რომ ვერ მინდა რომ წარსული რაღაც რაც არ მოწოდა წარსულში იმის გადმონაშთი მივიღო მომავალში ეს ვერ მოხდება. ვიღაცები ცდილობენ ჩანაცვლებას ივანიშვილის რეჟიმის. ესეც ვერ მოხდება, ვერ განმეორდება. მადლობა ღმერთს, მაქვს ჯერჯერობით ჯანმრთელობა შესაძლებლობა რომ ცოცხალი ადამიანი ცოცხალ ქართველებს ყოველდღიურად ვესაუბრებოდი და ვიცი მათ რა უნდა. ახლა ვინც რა უნდა თქვას, ვინც რა უნდა დაწეროს Facebook-ზე ეს საინტერესო შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი მიზანი და ძალიან სწორხაზოვნად, კარგი გაგებით ვამბობ, თანმიმდევრულად მივყევით აი ამ გზას და ვთქვით, რომ დიახაც ვინც რა არ უნდა თქვას, მიზანი გვაქვს არჩეული და არ მივაქციოთ ყურადღება. არ მივაქციოთ და არ ვაქცევთ არავის ყურადღებას. მივდივართ სამოყვარი მიზნისკენ და ეს არის ჩვენი ისტორიული ადგილი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან შორის. მე ამაზე დიდი მისია რომ პოლიტიკოსმა შეიძლება
შეასრულოს და პატარა ცირეწვრილი მაინც შეიტანოს, არ მგონია რომ შემთხვევით მოხდა, არ ვიცი, ეს განგებავაც ასე იქნება, ალბათო ჩვენ თაობებს ეს შესაძლებლობა, ეს პრივილეგია წილად ხვდა, მაგრამ კი, ბევრად გამბედავები ვართ. არ გავურბივარ მაგალითად იმის თქოს, რაც ახლა ვთქვი, რომ ჩვენ ვიბრძვით ცვლილებისთვის, თამაშის წესების შეცვლისთვის და არა მოთამაშეების შეცვლისთვის. არიან ადამიანები, ვისაც სურს, იცი რა, ივანიშვილის სახელი და გვარი ჩაანაცვლოს ან ვიღაცის. ეს ამას არ იმსახურებს ქართული ხალხი და ეს არც მოხდება. ამას განასახიერებს 4 ნომერი. ამას განასახიერებს ეს 4 ნომერი და მიმაჩნია ამის დამსახურებაც არის ის ხარდაჭერა, რომელსაც ახლა გძლებდა იმედია 26 ოქტომბერს ჩვენი პროგნოზი, ჩვენი შეგრძნება, ჩვენი მეგობრების, ლიდერების, ყველა ლიდერი 100.000 ადამიანი. კი ბატონო, ნიკა, ასეთი კითხვის ლიდერი. ამიტომ ჩვენ ერთმანეთზე არ საუბრობთ, იცით რა, არიან პოლიტიკური პარტიები, აგიდებენ და აკებენ. თითქოს, ანუ არავინ არაფერი არ არსებობს, რომელიღაცა ცალკეაღებული პოლიტიკური ლიდერისგან. ამის სანთელი დაუნტონ. დიდ ოპოზიციაში, დიდ ხელისუფლებაში. ნუ წავიდეს, უნდა ჩაბარდეს წასულს, უნდა ეს დრო ხახნო. კოლექტიური მართლობა, გუნდური მართლობა უნდა მოვიდეს დიახაც ხელისუფლებაში და ეს კულტურა უნდა დამყარდეს. ეხლა მაგიზიანებს, მეც კი მაგიზიანებს და სხვას როგორ შეიძლება ფეხბურთელი მოგწონდეს, შეიძლება მსახიობი, შეიძლება ჟურნალისტი, მოცეკვავე, მაგრამ ეხლა პოლიტიკოი არა პარტიის წევრად მიიჩნევდეს ნებისმიერი ადამიანი თავს და რაც არ უნდა ლიდერმა გააკეთოს, ბავშვო, არ ვიცი მე იქ დაუშავოს, ყური აუწიოს, არ ვიცი რაღაცა ყელი გამოჭას ცოცხალ ადამიანს, მაინც ტაში დაუკრას, ესე იგი შემა ლიდერმა ახლა გააკეთა საქმეს, ესე ჭირდებოდა. ეს პრობლემა ოპოზიციაში არის, ნიკა, მამის თქმა მინდა სწორედ ეს. აბა რაზე საუბრობ? ეს პრობლემა არ არის მხოლოდ ერთგვარზე. დიანა, ეს არ ვთქვი, რომ ოპოზიციაში არსებობს პრობლემა, შეიძლება გამოგჩათ. ეს ვთქვი და ეს ყველაფერი უნდა ჩაბარდეს წარსულს და კოალიცია ცვლილებისთვის 4 ნომრის ფარგლებში ვეცადეთ, რომ 90% ის ადამიანები ყოფილიყვნენ ბრძოლის ავანგარდში, მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტში, ბევრი ადამიანი კიდე დამსახურებული ადამიანი ამ საპარლამენტო ვადაში ვერ იქნება ესე ვქო პარლამენტის წევრი, მაგრამ გუნდის წევრებად მიიჩნევიან, მაგრამ სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე იქნებიან. არც ერთხელ რომ არ ყოფილა პარლამენტის წევრები. მნიშვნელოვანია ეს 90%, რომ გადახედოთ ჩვენ საარჩევნო სიას, არასოდეს არ ყოფილან პარლამენტის წევრები. საჭიროა რომ ეს კერთაყალისემლობა პოლიტიკაში დამთავრდეს. წარსულში ვინც გააკეთა კარგი საქმე, მადლობა, ტაში უკრავ, მაგრამ აპატიეთ რა, საქართველოს ჩვენთვის არის ყველაზე დიდ ქართველზე მეტად ძვირფასი. ვინ არის ყველაზე დიდი ქართველი? ალბათ შოთა რუსთაველი ბევრისთვის, ილია ჭავჭავაძე, ხო? შოთა რუსთაველზე და ილია ჭავჭავაძეზე ძვირფასია საქართველოს ქართული სახელმწიფო. ვიღაცეებისთვის ეს ასე არ არის. აი კოალიციური მართლობა ამ მანკიეწრესაც არ ღვევს, ამ ჯებირებსაც არ ღვევს და უნდა თუ არ უნდა რა კითხვას დამისვით იმ კითხვაზე პასუხის გაცემით დაუსრულებ ამ აზრს. იძულებულები ხდებით ყველანი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, რომ კოალიციურად ვმართოთ ჩვენ ქვეყანა და ერთმანეთთან მისასვლელი წერტილები დავაახლოვოთ და არა დავაშორიშოროთ. მთავრობის ხდომა წარმოიდგინეთ, დიანა, აი თქვენ ცალკეაღებო ერთმა ძალიან ძვირფასმა კვალიფიციურმა, აი საინტერესო განსხვავებულმა ჟურნალისტმა თავრობის ხდომა კოალიციური თავრობის, სადაც პრემიერ-მინისტრი შეიძლება იყოს ერთი, მაგრამ მინისტრთა კაბინეტი იყოს სხვადასხვა გუნდების ხრიდან დაკომპლექტებული. ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება. კი ბატონო. ცოცხალი, დინამიური პოლიტიკური პროცესი იქნება. უაზო პარლამენტი წამო ახლაც და წინა ხელისუფლების დროს და იმის წინათაც იშვიათი გამონაკლისის გარდა რასაც ეტყოდა თიც იმას აჭერდნენ კაცო ეხა სიმართლე რატო არ და პირველად ხო არ ვამბობ ამას ეხა ვიღაცები რო აკრიტიკებენ რომ მორჩილებაში არიან ქართული ოცნების ესე დეპუტატებიო რა ხა ესე ღრმა მორჩილებაში მაგრამ არანაკლებ მორჩილებაში მინახავს წინა ხელისუფლების დროს დეპუტატები კაცო ისიც მინახავს დეპუტატი არ ვიცი თქვენი ლიდერის ესე რა ნაკლი რა არისო და ისეთ რა იდო დრო არა აქვსო ხა ესე დეპუტატის ყოფილი და ვიცი შეიძლება ქართულ ოცნებაში იყოს ამიტომ წინ მომავლისკენ მე ხა ზუგდიდის ცენტრალური ოფისიდან გერთვებით 80% ხა პირველ საფრთხეზე არიან ახალგაზრდა ბავშვები რომლებიც პირველად მიდიან არჩევნებზე პირველად და არიან აქტიურად ჩართულები ამ პროცესში ამდენი ახალგაზრდა მე არ მინახია
საერთოდ პოლიტიკურ პროცესში ასე აქტიურად ჩართული. მათ შორის მიხარია რომ ჩვენ ერთად ვართ კოალიციას 4 ნომერთან ვართ. არიან დამკვირვებლები, წარმომადგენლები, ან გუშინდელი დღე დიანა, იცით რა ეს არ უნდა გამოჩნდეს. ჩვენ თბილისში ძალიან ბევრჯერ შევკრები ვართ ბერძნი, მაგრამ წინ უძღოდა ან რაღაცა ბრუტალური დარბება, ან რაღაცა პოლიტიკური მძიმე გადაწყვეტილება ქართული ოცნების მხრიდან და ან რუსული კანონის მიღება, საპროტესტო შეკრება კიდევ სხვა არის. ეს არ იყო საპროტესტო შეკრება და ამ ხრივ იყო ემოციური ფონი სხვა არის. დიახ, ემოცია, როდესაც არ გაკავებს სახში, არ გაჩერებს და გადიხარ რუსთაველის გამზირზე. ხო, აი, გადიხარ და აი ამ ბრას და აი რაღაცა ენერგიას იცლი რუსთაველის გამზირზე. გუშინდელი დღე იყო 2 დღით ადრე თუ 3 დღით ადრე რამდენი დღით ადრე დაანონსებული ძალიან შვიდობიანი მანამ მტკიცე აქციის ფარგლებში გამართული და ამდენი მე არ ყოფილვარ გუშინ თბილისში აქ ვარ ზუგდიდში მე და აი არც ერთი ადამიანი არ ყოფილა ზუგდიდიდან აქ ვებზადებით ძალიან დიდი შეკრებისთვის მე ნიკა მელი არ ყოფილა გუშინ თბილისში და უამრავი ადამიანი თბილისი იყო თლიანად იქ და ეხლა როდესაც 100,000-ზე მეტი ადამიანი აი ესე შვიდად გამოდის როგორც სამსახურში ამ ადამიანებს რომელიღაცა არ ვიცი ეგრეთ წოდებული ახლა 500 თუ 400 ლას გადაუხდიან და იქ რაღაცა სადღაცა ტროტუარზე ჩამოждდება და ალბათ ძველი ბიჭის როლი შეასრულა და იქ ვიღაცა დაჩა არ ითამაშებს არავის არ ეშინია ხო ნუ ეშინია ნუ რაბის კი ბატონო მადლობა ნიკა უნდა დაგემშვიდობო მადლობა წარმატებები ერთი სიტყვით გამარჯვება საქართველოს გამარჯვება საქართველოს მოქალაქეს და გვახსოვდესო ის ერთი ბიულეტენი 26 ერთი ხმაცლის კი ბატონო ერთი ცალი ხმა ძალიან ძვირი ღირს 100,000 იქ რაღაცა 400-500 და მომენტი პასპორტი უკან და დაგიბრუნებენ 27-ში კი ბატონო უნდა დაგემშვიდობო ნიკა მადლობა ძვირფასი იღეს გაუფრთხილდეთ იმ ერთ ხმას და ყველანი არჩევნებს და აუცილებლად მადლობა ნიკა მელიას მე მას დავემშვიდობები და ჩვენი ეთერის ბოლო სტუმარია გია დვალი ფიზიკოსი მაქს პლანკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიას მივესალმები